პირველ რიგში მინდა რომ ნამდვილად გულწრფელად აი გავიზიარო ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც საქართველოს ასე მოულოდნელად როიტყვიან გაუთვალისწინებლად დაატყდა და მე ვფიქრობ რომ რამ გამოიწვია ახლა აი ჩვენი ეს მოულოდნელობა წესი 93 წლის კაცია ხო აი მოულოდნელი რატომ უნდა ყოფილიყო მაგრამ ისეთ ურთულეს მდგომარეობებს გაუძლო ამ ადამიანმა და საკუთარ თავზე მიიღო როიტყვიან ერის ურთულესი პერიოდები არა 1 2 3 და 10 რა ვიცი უამრავი და ჩამოსვლის თითქოს ყველანი მივეჩვიეთ რომ პატრიარქის სულ უნდა იყოს რა აი ესეთი გამოთქმებით კი წავიდა რომ ბოლომდე უნდა იყოს თქვენ უნდა იყოთ ბოლომდე და რაღაცა იყო კიდეც ბოლომდე და იქნება კიდეც ბოლომდე რა თქმა უნდა ჩვენ ქრისტიანობა ეს მარადიული ღირებულებებია და ჩვენ მიზანი ჩვენი მარადისობაში მოხვედრაა და არა გამოკერება ამ წუთი სოფლის და ჩვენ კიდევ ერთხელ აი ეს რაღაცნაირად პატრიარქოთ ნამდვილად არ დავჩენილვართ მოდი ვთქვა პატრიარქმა იმდენი დატოვა იმდენი გააკეთა და თვითონ ჩვენთაგანისთვის მე ვფიქრობ რომ მითიურს ვთქვათ აისახება ძალიან მალე დაიწყება ეს მითიური სუნთქვის გამოვლინება ჩვენში და არა მარტო ჩვენში ყველა იმ ქართველში ვინც წაიკითხავს მაგის ქადაგებებს ეპისტოლებს და იმ დიდ ვაწყოს გაეცნობა რომელიც ამ ადამიანმა თავისი შრომით ბრძოლით და ქრისტიანული ესე იგი ასე ვთქვათ მოსურნეობით მოიპოვა და ბოლოს ვისზე ამბობდნენ ეპოქალური პიროვნება მე არ ვიცი ერთადერთი ესეთი ლეგენდა 70 წლისა რო გახდა ჩემო ძვირფასები ეხლა 93 23 წლის წინ გეუბნებით მაშინვე იძახდნენ რომ ლეგენდარული პიროვნებაა უკვე მაშინ მიღწეული ქონდა და მე საერთოდ გამგვაცვიფრა ისეთ რაღაცებს გაუძლო და ისეთი რაღაცები გადაიტანა და მადლობა ღმერთს ამიტომ ჩვენ ამას უნდა მიუდგეთ ისე რომ თუ ამ დაუძლურებულ სხეულში რომლის უკვე ტარებაც შეუძლებელი იყო ფიზიკურად ის ვეღარ მართავდა ჩვენ ვიცით რომ ბოლო პერიოდში ფაქტობრივად ვეღარ მოძრაობდა ვეღარ განაგებდა და თითქოს რაღაცნაირი აი ის გახდა რაღაცა ჩვენ შორის თითქოს კავშირივით ისეთი აღარ იყო როგორიც ჩვენ გვახსოვს აქტიური პატრიარქი ყოველდღიურ ცხოვრებაში ეხლა წარმოიდგინეთ თუ ეს სხეული აღარ შეუშლის ხელს და ის სულიერი ღვაწლი რომელიც მან მოიპოვა აი როიტყვიან აფრთან ერწყდება წარმოიდგინეთ თითოეული ჩვენთაგანში ეს მითიურ სიცოცხლეში გადმოვა აი ქართლის ცხოვრება და ხო ამბობთ რომ ეს არის მითიური სუნთქვით დაწერილი და პატრიარქი მას ზუსტად ქართლის ცხოვრებით იცხოვრა ზუსტად ქართლის ცხოვრებით და ეხლა ჩვენ აი მე და ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ რომ აი ჩვენში უფრო ახლობელი გახდება დღითი დღე აი ყოველ წუთში მოიმატებს ეს კავშირი უფრო და უფრო შეეზავება ერთმანეთს და თან ვიტყვი ხოლმე კაცო მამა გაბრიელი ცოცხალი რო იყო რას აკეთებდა იმდენს რაც გარდაცვალების მერე გააკეთა ერისთვის ხო მთელი საქართველოს ფეხზე დადგა და მისი წმინდანად შერაცხვის მერე და გადმოსვენების მერე ხო უამრავი კიდე სასწაული და ეხლა მეც რატოღაც მე ესე მესმის რომ ასევე დაიწყება არნახული მოქმედება პატრიარქის თითოეული ქართველის გულში აი ჩემი აზრით არასდროს რომ არ ყოფილა ისეთი მძაფრი მოძრაობა დაიწყება ბუდე ქართული ოჯახებში და ბუდე ქართულ გულებში და დაიწყება სხვანაირი ძალით მისი ქადაგებების მოსმენა მისი ეპისტოლეების გადახედვა მოკლედ ყუთავს ყველაფერი გათვლილი აქვს და მე გულწრფელად გეტყვით რომ ძალიან მშვიდათა ვარ და ძალიან ასე ვთქვათ აი კარგად ვიღებ რა უფლის გადაწყვეტილებას დიდება უფას ყველაფრისთვის
და მოგიყვებით ერთ ძალიან საინტერესო დეტალს. მოკლედ, მაშინ მე სტუდია გუთანს უფრო ვამუშავებდი და ფილმებს ვიღებდი და საქართველოს 2000 სკოლასთან ურთიერთობა გქონდა, აი ეს ეტაპია. პლუს მე ოჯახს ვინახავდი ვიდეო გადაღებები, ფასიანი გადაღებებით, აი რასაც ქვია ქორწილები, ბანკეტები, ბაღები, რაღაც, აი, სადაც მიხვდნენ ყველაფერს და ამით ვინახავ ოჯახს. და უცბად დადგა ასეთი რთული მომენტი ჩემ ცხოვრებაში, რომ აი უცბად შეწყდა ყველანაირი შეკვეთა. ეს გაგრძელდა 1 თვე, 2 თვე, 3 თვე. არანაირი შემოსავალი არ აქვს რა, არანაირი. და მე არ მეგონა, რომ მატერიალურ სიდუხჭირეს შეეძლო სულიერად გატეხვა ადამიანის. პირიქით, მე ამათ ბავშვებსაც ვეუბნებოდი, არა ჩვენ ჯერ ესეთ გაკვეთილებს არ ვატარებ სკოლებში. ეს თანამშრომლობა რა ლიტერატურულ თეატრებს ვდგავდა ასეთ რაღაც. ანუ სამშობლო ცოდნეობა და გაკვეთილების სახე ჯერ სკოლებთან არ ამა. ეს ის პერიოდია. მოკლედ დამიდგა უმძიმესი ხანა რა, აი ფაქტობრივად ჩავყდი რა ადამიანი, ზეზეურად ჩავყდი, წარმოიდგინეთ, დაახლოებით 5 კილომეტრამდე არის ჩემი სახლიდან მეორე სკოლამდე. და იმდენად ძალიან მიჭირდა, რომ მარშრუტის ფული არ მქონდა, რომ აქედან წავსულიყო და წამოსულიყო, ფეხით დავდიოდი რა. და გზადაგზა რომ ჩემი მეგობრები მიჩერებდნენ, რატო დადიხარ რაღაცა, რა თქმა უნდა ვერ ვეუბნებოდი, რომ ამის გამო აი ესეთი მძიმე პერიოდი მაქვს და აი კაცი ვარ წაქცევაზე რა. აი ხალისიც დავკარგე ყველაფერი და ზვიადი მეუბნება რომ ზვიადი უკვე ჩოხოსართა მეთაურია და მეუბნება რომ ეს პატრიარქთა უნდა წაგიყვანო, მომჩნევენ რა რომ ვერა ვარ კარგად რა. ფერი არა მაქვს, ხალისი დაკარგული, აი 0. ხო და ეხლა ჩემთვის მებრაზე ხა პატრიარქმა რა უნდა მიშველოს ახლა ამინდა პატრიარქთა რატო უნდა წამიყვანოს. ხო და მოკლედ ჩემი ცოლი სხვა ამჩნევს კაცო რომ კაცი ხელიდან მივდივა უკვე რა. ხო და შემოწონდაც მითხრა რომ წადიო და გაყევიო რა და გავხალისტიმეს და მოკლედ გამომიარა თან ზიადმა თორე ისე არ წავიდოდი, მოკლედ წავედი საღამო 9 საათია. და უწმინდესი საპატრიარქოში ატარებდა ხოლმე ყველასთვის ლოცვებს. საღამოს ლოცვები და დილისწინა ლოცვები. მე პატარა სკრიპკაზე რაღაცა ცოცხალი შესრულებით იყო, ხილს გამოაბრძანებდნენ და მცირე საუბრები იმართებოდა და სადღაც 10 საათზე მთავრდებოდა ყველაფერი და ვემშვიდობოდი. და ესეთი მდგომარეობა და ზვიადი რომ სულით ტრიალებდა, ამ ლოცვებს იქ ესწრებოდა ხოლმე. და იქ იყო ისეთი მომენტი, რომ შეეძლო ზვიადისო წაეყვანა ვინმე და პატრიარქთან ესე წარებინა და დაელოცათ და ასე შემდეგ. მოკლედ მივიდა ზვიადი, დაესაუბრა და იქიდან ხერს მიქნევს, რომ მოდიო. მივედი ეს მკვდარი ადამიანი, რასაც ქვია, არანაირი ძალყონდა, გამოცლილი, გამოფიტული, დავიჩოქე რა თქმა უნდა და აი ესე თავისი ფუმფულა ხელი, ეხა ბავშვებს რო უყვებოდი ამაზე ამეტირა და ეხლა აღარ ვიტირებ, ვიცი უკვე ნატირი მაქვს. ხო და ეს ფუმფულა ხელზე დავადე ესე თავი და მიშველეთ მეთქი თუ რა უთხარი არაფერი რაღაცა და ნუ გეშინიაო მითხრა, ყველაფერი კარგად იქნებაო და გამომსახა ესე ჯვარი და კიდევ ერთხელ ზედ დამადო ეს ფუმფულა ხელი და ეგ იყო მორჩა. ძალიან მცირე ხანი გასტანა ამ ყველაფერს. მე აღარ მაქვს ის ხამე როგორ ჩაიარა, მეორე დღესაც ვეღარ დავაკვირდი, მაგრამ 1-2 დღის მერე ვიგრძელი რომ ახალი ცხოვრება დაიწყო ჩემში. აი ძალების მოძღვარება დაიწყო და ვხვდები ერთ რაღაცას, რომ ეს გზა ქორწილების გადაღების არის გადაკეტილი და ღმერთი აქეთ აღარ მიშვებს და იწყება ახალი ეტაპი ჩემ ცხოვრებაში. და ეს ახალი ეტაპი არის სამშობლოს ცოდნეობა ჩემო ძვირფასებო. აი ასე მივიღე პატრიარქისგან კურთხევა, გადმოვერთე მთლიანად სკოლებში, უკვე სკოლებში ზოგმა ხელფასი დამიიშნა, ზოგმა რაღაცა, ანუ მოვტრიალდი მთლიანად, აი საგაკვეთილო პროცესში. მაგ დროს ლია ჭღარკავამ მითხრა, რომ შენ ოღონდ სკოლაში არე ჩემთანო. ხო და რასაგანიც გინდა დაარქვიო, არა აქვს მნიშვნელობაო და სამშობლო ცოდნეობა მაშინ არ იყო.
თუმცა ერთ-ერთი ფილმის დასახელება იყო და სიაში შეიტანა სამშობლოს წოდნეობა. და რაღაც ხელფასი დამინიშნა, მცირედი რაღაც. და ასე დაიწყო, ჯერ პროგრამაც არ მქონდა შედგენილი და როგორ ვატარებდი, იცი, აი მივიდოდი და რაღაცებზე საუბრობდი, სულიერებაზე, სამშობლოზე, ღმერთზე, რაც აი აქტუალური იყო და რაც მომივიდოდა თავში რა პროგრამის გარეშე. ხოდა თავჩემი ჯგუფი შემოვიკრიბე უკვე პატარა ბავშვები, დიდი ბავშვები ასე მხდებოდნენ, მელოდებოდნენ მთელი ამბავი და მე ისე მოხდა რომ მეორე წელსაც ხო იქნებიო ლია მასწავლებელმა მითხრა. ხოდა მე მითხრა იქნება რომ რაღაცა შემიდგინო, რომ იქ უნდა გავაფორმო რა ჟურნალშიო და ავდექი უკვე და ჩამოვწერე პროგრამა უკვე. მე დავიწყე ამის შედგენა. მე რაღაცა და ასე მივიღეთ სამშობლო წოდნეობა, ჩემო ძვირფასებო და დღეს აი ესენი ამომიტივტივდა, რომ აი ეს ყველაფერი იყო რაღაცა პერიოდზე უფალმა დაუშვა, რომ მე ინგზით აღარ უნდა მევლო, აღარ უნდა დამეკარგა ეს ამდენი დრო, გადაღებებზე მე იმებს მონტაჟები უნდა და თუმცა ოჯახი მე მოვიყვანე ყველაზე რთულ პერიოდში, ამიტომ მადლობა ღმერთს ამისთვის. მაგრამ მივხვდი, რომ ეს გზა გადაიკეტა და იწყებოდა ახალი გზა, საერთოდ სხვანაირი. და ღვთისმადლით ოჯახი მაინც მოვიყვანე, სხვანაირი შემოსავალი გამოჩნდა, შემომწირველი გამომიჩნდა, იმის მერე ეს გზა მაინც გამოვიარე და ღვთისმადლითა და წყალობით ასე შეიქმნა 8 სახელმძღვანელო. მე მახსოვს უკვე პირველი სახელმძღვანელო რომ დავასრულეთ სამშობლოს წოდნეობის, მე უკვე მეთქოვე ზვიაც რომ მოდი პატრიარქისგან კურთხევა ამაღებინე მეთქი რომ აი ოფიციალურად დაერქვას რომ სამშობლოს წოდნეობა კეთდება პატრიარქის კურთხევითქო. ერთ-ერთ ლოცვაზე ისევ წამიყვანა ზვიათმა, აი ერთ-ერთ ლოცვაზე საღამოს 9 საათზე დაიწყო, 15 წუთში მორჩა ეს ყველაფერი, შემოტარდა მაშინ ხილი, როგორც გითხარი და კლასიკური მელოდიები და ზვიათმა ისევ დამიძახა, მოდიო დაუთოქე ისევ და თქვენო უწმინდოსებაო, უთხრა ესო ლექსო გელაშვილმა გააკეთა ასეთი ახალი სახელმძღვანელო პროექტიო ბავშვებთან ურთიერთობის, რომელსაც სამშობლოს წოდნეობა ჰქვიაო და სკოლებშიო შედისო და ბავშვებს ასწავლის ქართული იდეის მიხედვით ღმერთი სამშობლო ადამიანია და გამიღიმა პატრიარქმა, ხო და მეთქი უწმინდესო დაგოლოცეთ მეთქი რომ აი თქვენი კურთხევით იყოს ეს პროექტი მეთქი და ეს ძალიან დიდი ქართული საქმეაო. ძალიან დიდი ქართული მამულიშვილის საქმეა და მერთმა დაგლოცოსო გადამსახა პირჯვარი და ხელი მოგიმართოსო და ასე დაიწყო ეს ყველაფერი. მე მეორე სკოლაში შევედი, მე უკვე დაიტვირთა ყოველ მეხუთე კლასში შემიშვეს მეშვიდე სკოლამ და მეორე სკოლამ, ასე ფაქტობრივად ყველა კლასში შევდიოდი, გადატვირთულიც ვიყავი, მაშინ ერთი წუთი დრო არ მქონდა და ის მადლითა და წყაროებით მერე უკვე ის ბრძოლა იყო, რომ სულ გაეჩერებინა სამშობლოს წოდნეობა სკოლებში, კომისიები დააყენეს და სათითაოდ დაკითხეს დირექტორები, მოსწავლეები სათითაოდ დაკითხეს, წარმოიდგინე, მაგრამ ვერაფერი ისეთი ვერ მომიძებნეს და ალბათ დიდი სიამოვნებითაც დამიჭერდნენ, მაშინ ყველას იჭერდნენ, ისეთი პერიოდი იყო, მაგრამ ღმერთმა დამიფარა და მერე უკვე მოგვევლინა ჩვენი თამარ დედა, რომელმაც უკვე შემოიტანა ესეთი პროექტი, რომ Zoom-ში დაგვეწყო სამშობლოს წოდნეობის გაკვეთილების ჩატარება. და აი აქედან დავიწყეთ მე პირველი ნაბიჯები Zoom-ში. მე იცით რომ ათასობით ოჯახები ერთვებოდა და ჩვენც აი ესე გავიცანით ერთმანეთი, იმსახვილმყოფებით. ამასაც დიდი ბრძოლა მოყვა, მაგრამ ფაქტი ეგ არის, რომ ჩვენ ვერ გაგვაჩერეს და ჩვენ ღვთისმადლითა და წყალობით 8 სახელმძღვანელო გამოვეცით სტუდენტების ჩათვლით და დაახლოებით 40-მდე სოფელსა და ქალაქში დღესდღეობით ისწავლება სამშობლოს წოდნეობის ეს მცირედი, ასე თქვათ, ქართული იდეის განსაცოცხლებელი პროექტი, სწავლების პროექტი. და აი ასე მოვედით, ეგრე რომ როგორც ყველა ის ქართული საქმე, ჩემო ძვირფასებო, ეს საქმე მთლიანად პატრიარქს ეწერება. ეს არის მისი კურთხევით, მისი ძალით, მისი ლოცვით. აი ხა დღეს წამომიტივტივდა ეგ მომენტები, რომ
ის რაღაცა კურთხევა შესრულდა, დამთავრდა და დაიწყო ახალი ეტაპი და მე მივხვდი, რომ უფლის კურთხევა იყო, რომ უკვე მე სკოლებთან მეთანამშრომლა და გაკვეთილების ციკლი ასეთი შეგვექმნა და ღვთის მადლითა და წყალობით ასე მოვედით აქამდე. ლექსო მასწავლებელო ისიც გითხარით წელს მოგეხსენებათ ლექსო მასწავლებელმა შექმნა სახელმძღვანელო ეთიკის წიგნი ასეთი და ესეც პატრიარქის გულის ამოძახილი არის და თვითონ გვეტყვის საიდან გაუჩნდა ეს იდეა და მე ბედნიერი ვარ რომ პატრიარქის ოცნება შეასრულა ლექსო მასწავლებელმა და მის სიცოცხლეშივე მე ყოველთვის მინდა გითხრათ რომ დღეს გაკვეთილები ჩავატარე ჩვეულებრივად, ოღონდ არაჩვეულებრივად, თუ პატრიარქზე საუბრობდით და ყველა კლასში არის ეთიკის სახელმძღვანელოს რა შესავალი სიტყვები აქვს ჩვენი უწმინდესის ეპისტოლიდან ამოკრეფილი, აი ყველა ჯგუფს წაუკითხე და თქვენ სიამოვნებით წაგიკითხავთ ამას. უწმინდესი ერთ-ერთ ეპისტოლეში წერს, რომელიც ჩვენი ეთიკის წიგნის პირველ გვერდზევე ასევე ამოკრეფილი. ჩემი დიდი ხნის ოცნებაა სკოლაში იყოს ანალიტიკური აზროვნების კურსი, რათა მოზარდი თაობა ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიოს განჭისა და სწორი ნაბიჯების გადადგმას. ვფიქრობ აუცილებელია ისეთი საგნების შემოღებაც, რომელსაც ძირითადად აღმზრდელობითი დანიშნულება ექნება. ეს საგანი ისევე უნდა ისწავლებოდეს, როგორც სხვა საგნები, მაგალითად ისტორია, ფიზიკა, ლიტერატურა, მათემატიკა, რათა მომავალი თაობა მოვამზადოთ ცხოვრებისათვის. იგი უნდა მოიცავდეს ურთიერთობის კულტურას ოჯახში და ნათესავებთან, ურთიერთობას მეგობრებთან და თანატოლებთან, უფროს და უმცროს თაობასთან. აქ უნდა ისწავლებოდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სუფრასთან ქცევის წესები, რთული სიტუაციების დაძლევის გზები და რა თქმა უნდა, ცოდნისა და შრომის სიყვარული. ეხლა ამის ფონზე წარმოიდგინეთ, ჩვენი სახელმძღვანელო 4 ნაწილად იყოფა. პირველი არის ურთიერთობა ღმერთთან, მეორე ურთიერთობა სამშობლოსთან, მესამე არის ურთიერთობა ადამიანებთან, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი და მეოთხე თემა არის ეთიკის ნორმები. აი ტაქტი და ეთიკის საერთო წესები, როგორ ხდება გაცნობა, სტუმრად მოქცევის ეტიკეტი, გამასპინძლების, როგორ მოიქცეთ სუფრასთან, ეკლესიური წესრიგი, როგორ ვიქცევით წირვალოთვების დროს, ეთიკა ქუჩაში, მგზავრობისას, საზოგადოებაში მოქცევის წესები, აქ არის თეატრი, სტადიონი, მოედანი და ასე შემდეგ სხვადასხვა დარბაზებში თუ სხვადასხვა დაწესებულებაში და ბოლო თქმა ამის შემაჯამებელი, ესეც უწმინდესის ესე იგი გათვლით არის. აი როგორც ხედავთ, ეთიკა რა არის, როგორ მოვიქცეთ სწორად. აი ესეც პატრიარქის სურვილი იყო, აი აქ მივაწერეთ ასომთავრული ამბანი და პატრიარქის თხოვნაა, რომ ყველა ქართველმა ეს უნიკალური ჩვენი სამი დამწერლობა უნდა იცოდესო და ნამდვილად ეს თხოვნა უნდა შეუსრულოთ ჩვენ უწმინდეს, იმიტომ რომ ასეთი დიადი და განსაკუთრებული ენა გვაქვს. გამოჩნდებოდა ხოლმე, გაიხსენეთ ხალხს რა ემართებოდა. ყველას წონასწორობა ეკარგებოდა, ოღონდ შეხებოდა პატრიარქს. აი შეიძლება ზედგადაევლოთ, ვეღარ იჭერდნენ ხალხს, დაცვა დაყვებოდა, ჭოხოსნები გამოჩნდებოდნენ, აი ჩხუბობდნენ, რომ პატრიარქს არაფერი დაშავებოდა. რატო იწევდა ეს ხალხი? იმიტომ რომ მას დიდი სიწმინდე დაქონდა ხელით და გულით და მთელი ცხოვრება ატარა, განსაკუთრებით ბოლო 20 წელი რა, მაინც იყო ახსილი საოცარი ძალით. მე ერთი ადამიანი ვერ გაიხსენებს, რომ ვიღაცას ან გაუბრაზდა, ან დატუქსა, ან საყვედური უთხრა, ან რაღაცა არათმილად მიმართა. ყველას ეფერებოდა, ყველას მერე გალაქტიონ ტაბიძის თვითმკვლელობა თავის თავზე აიღო, პაულო იაშვილის თვითმკვლელობა თავის თავზე აიღო, ვიტალი დარასელია ფეხბურთელი მოუნათლავი გარდაიცვალა, თავის თავზე აიღო თვითონ აუგო წესი, ჰამლეტ გონაშვილი მოუნათლავი გარდაიცვალა და რამდენი მე არ ვიცი კიდე რამდენისა გააკეთა. იმას არ ჩამოთვლის.
მოვა ეგენი წიგნები გამოვა, დაიწერება ისეთი ინფორმაციები ამოტივტივდება, რომ მაგან თავისი ცხოვრება ნამდვილად მითიურ კარდუთ დაწერა. ანუ კარდუ არის ყველა დროის დიდი საქართველო და პატრიარქმა შეძლო ყველა დროის დიდი საქართველოს თავის გულში გაცოცხლება. აი ჩემი ამიტომაც მე გარკვეულ სიხარულს აი როგორ იმას განვიცდი რაღაცა აი რომ მამას უჭირდა და დაისვენა რა და განთავისუფლდა ამ სიმძიმისგან, ამ შხამისგან, ამ ტვირთისგან, ამ აუტანელი რა ვიცი რა დავარქვათ ხო პერიოდისგან განთავისუფლდა რა და აიჭრა ცაში რა შემოხკრა კამარაო რო იტყვიან და შეინავარდა ლაჟვარდებში და რა თქმა უნდა ძალიან მაგარი. მე ჩემ პატარა მოსაზრებასაც გეტყვით ახლა. დაკრძალვაზე ხო ამბობენ ყველას თავისი ვერსიები აქვს, ვიცი რომ გადაწყდა. მაგრამ მე ჩემს პატარა მოსაზრებას გეტყვით. ჩემი აზრით არნახული სასწაულები დაიწყება. აი მამა გაბრიელთან გახსოვთ რეები ხდებოდა საფლავში. იმაზე მეტი დაიწყება. იმაზე მეტი დაიწყება და 50 წელი რო შეუსრულდება აღსაყდრებიდან, ეს 2 წელიწადში მოხდება 25 დეკემბერს. აი წმინდა სინოდი იმსჯელებს შერაცხავენ წმინდანად ამ პერიოდისთვის 50 წლის თავის გახსნიან მის სხედარს საფლავს უხრწნელი დახვდებათ კეთილსურნელოვანი, რომელიც ნიშანია, მანამდე უამრავი გამოცხადება იქნება და ეს ისე გაკეთდება და მაინც სამებაში გადააბრძანებენ, იქ გაუმზადებენ სარკოფაგს და სანამ მეორედ მოსვლაზე ასე ერთად შევხვდები. ჩემი აზრი ესეთია და იყოს უფლისნება, გინდა სხვანაირად იყოს, მე რა. მე უბრალოდ ჩემი, ამიტომ ხო, ეხლა ბავშვები ხო მწუხარენები იყვნენ და ერთმა მითხრა რომ მეო დაბადების დღე მქონდაო, ნიკოლოზ ჩხატია მან მითხრა, ჩხეტიანმა დამავიწყდა გვარიდან. ხო და რაღაცნაირად ცუდად მომდისო, რომ ჩემს დაბადების დღეზე რომ გარდაიცვალაო რა და მე ვთხარი, აბა ერთი თუთი მომისმინე მეთქი ჩემ მოსაყვარელო. 1-2 წელიწადში პატრიარქს შერაცხავენ წმინდანად მეთქი. და იცი როდის იქნება მაგის ხსენების დღე? როდის? შენი დაბადების დღეს მეთქი, 17 მარტი იქნება, იმიტომ ამ დღეს შეუერთდა ზეცას. და ნინოობას, გიორგობას, თამარობას ჩვენ რას აღნიშნავთ? მათი გარდაცვალების დღეებია. მაგრამ ზეიმով თუ ტირივარ, ზეიმով თუ. ხო და რა გატირებს, იზეიმე, მე ვიხარი. ასეთი დიდი წმინდანი ადამიანი შეუერთდა ცას. ხო, მე რო იძახიან, რომ რა გვეშველებაო. ბიჭო, თუ ასეთი დამძიმებული და ასეთი დაუძუნურებული სხეულით ამდენს აკეთებდა კაცი. ეგ რას ნიშნავს? იცი გალიიდან რომ გაგიშვან ეხლა. წარმოიდგინე გალიიდან რომ კი არ მიგვატოვა კაცო. აბა ეხლა უფრო მეტს არ გააკეთებს. შეუერთდება ზეყანაში, შეუერთდება დიდ ქართველებს, გრიგოლ ხანძთელს, იქ სამასი არაგველი, სულ ეგენი პატრიარქის შერაცხილები არიან, ეგენი წმინდანად, მარავდის გმირები, მაგათი შერაცხილი, ცოტნე დადიანი, ეს ბოლო გმირები, დიმიტრი ყიფიანი, სულ პატრიარქის იდეა იყო, რომ ეგენი წმინდანად შეერაცხა, იმიტომ ეროვნული მუხტი შემოიტანა, ილია მართალიც არ იყო წმინდანად შერაცხილი. რა ვიცი, რამდენი რამე უკავშირდება ამ დიად ადამიანს, ამ მართლაც ეპოქალურ, განსაკუთრებულ, ხო და ერთსაც ვიტყვი. ერთმა ასე უთხრა, რომ თქვენ ილია მეორე კი არა ხართო, მეორე ილია ხართო. აი ეს არ არის ლეგენდარული სიტყვები, ასეთი რამე არცად არ თქმულა. ილია ერთადერთი ერის მამა გვყავს. ეგე მეორე ერის მამა. და მე მithქვიან და ეხლა კიდე გავიმეორებ, რაც ილია ჭავჭავაძემ საერთო ნიადაგის თეორიაში დატოვა, დაწერა. ეს არის საქართველოს გადარჩენის, ესე იგი, პოლიტიკურ-ეკონომიური გეგმა. პატრიარქმა ილია მართლის საერთო ნიადაგის თეორია თანამედროვებასთვის ენაზე, აი დღევანდელ ეპოქაში 21 საუკუნეში ეპისტოლებში დატოვა ეკცოდნა. მოვა ეროვნული მთავრობა, აი ჩვენი გაზრდილი ბავშვების გამზადებული დახვდებათ ილია მართლის საერთო ნიადაგის თეორიის საფუძველზე ჩვენი პატრიარქის ეპისტოლეებით როგორ აღორძინონ ეს ქვეყანა. ყველაფერი გამზადებულია.
აი მოვად რომ მაგების შესწავლას დაიწყებენ და მერე გამიხსენებთ მე და მე ისე ვარ დარწმუნებული რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე მიიღებს სერიოზულ ხასიათს და ყველაფერი კარგად იქნება. აბა პირველი სიტყვა ჯანიაშვილი. გაიხარეთ ლექსო მასწავლებელი. ძალიან გამოვხნევენ. როგორ გამახარეთ, რომ რა კარგი სიტყვები მოვისმინე და რა საიმედო სიტყვები. გაგახარეთ. ასე არის, აბა რა. პატრიარქმა გითხრა, რომ ერთმანეთის იმედი განმტკიცეთ ყველანაირად. სანამ ემოციებს გამოვთხოვდეთ, კიდევ ჩვენ შემოგვიერთდა ლექსო მასწავლებელი მუხრანში რომ ვიყავით. უბრალოდ მუხრანის სკოლის დირექტორი. ეხლა მოახერხა შემოსვლა სოფიო კობლაშვილმა. სოფო თუ შეგიძლია რომ შემოგვეხმიანო. გივი დაწყებიდან ისმენთ, ახლა არ შემოგიერთდით. არა, დიდი ხანი იყო თავიდანვე ვერ წარმოგადგინე, ხო და მოგესალმებით კიდეც ყველას მოგესალმებით კიდევ ერთხელ მართლა ისეთი იმედი თამავს ლექსო მასწავლებლის სიტყვები, მაგრამ არ ვიცი, თითქოს წეღან მოგწერე დიდი დარდი მედო დღეს გულზე და რაღაცა ეს დარდი შემსუბუქდა თითქოს და მადლობა ამისთვის ლექსო მასწავლებელო. გაიხარეთ ქალბატონო სოფო, მოგესალმებით დიდი სიყვარულით. თქვენი სკოლიდან დამოღებული სიტყვა ჯერ კიდევ გულში მიღვივის. დღეს რომ გამომიგზავნეთ ბმული, ესე იგი ვიფიქრე რომ ყველაფერი უნდა გადავდო და მოვახერხო და დავესწრო ამ შეხვედრას. თქო, ხშირად ვერ გიერთდებით, ამისთვის ბოდიშს ვიხდი და ნახოთ, იქნება ეს დღე გახდეს ისევ პატრიარქი გახდეს, იქნება გაერთიანების დღეს სულ ვფიქრობდი სხვათა შორის ჩვენი ქვეყნის გაერთიანების საწინდარიც იქნება გახდეს გუშინდელი დღე. ჩვენ ქვეყანას ხო ეს ჩვევი ან დიდი სიხარული გვაერთიანებს ხოლმე, ან დიდი მწუხარება და ფაქტია რომ უკვე გაერთიანდა ქართველი ერთად მოიყარა ამდენმა ადამიანმა ერთად. საპატრიარქოდან გააცილეს სამებამდე. ჭირდება ნამდვილად ეს ერთიანობა და ჩვენი პატრიარქით სულ ამას მოგვიწოდებდა, სულ სიმაღლეზე საუბრობდა და ყველაზე მეტად მაინც ეს გვაკლია ქართველებს და ნახოთ, ღმერთი მოწყალია იქნება და დაფიქრდეს თითოეული ადამიანი ამაზე. ამარ დედამ, ჩემო ძვირფასებო, ჩაგვიგდო ტარიელ ხალხელაურის ლექსი ჩვენს უწმინდეს დედას, მე ახლა დიდი სიყვარულით წაგიკითხავთ. ბრძანე მოძღვარო, გონება ვერის, უნდა ვდუმდეთ და უნდა ვიფრთხილოთ, სულებს გვირყვნის და ვიწამლავს მტერი, ვითმინოთ, როთა ჩვენს თვალწინ წმინდანებს რყვნიან, უწმინდეს შუბლებს ფურთხით ბილწავენ, თუ შენთვის მკერც არ მიუშვეთ ტყვიას, სამშობლოს ხატად რისთვის გიწამე. ბრძანე მოძღვარო, დღეს ერის გული შენს გონებაზე მიბმული ფეთქავს. ბრძანე მოძღვარო, გაიმცურა სული და ავადა შიშმა და კეთრმა. ბრძანე მოძღვარო, ნათელს ისეც მწირს გამოაძარცვეს კალთა ქარებმა. ბრძანე მოძღვარო, სისხლის წილს დაუდოთ ზღვარი ამ მოკრძალებას. თორემ სამშობლოს თავზე გვაქცევენ, სამშობლოს ჩვენთანს უფლის მშვენებას, აღარ უშველის მერე არც ცრემლი ჩვენს აღდგომას და აღმოცენებას. ბრძანე მოძღვარო, გავარსაძვალეს და ყველა ნერვი არის გამწყდარი. მოძღვარო, დროშა გამოაბრძანე, საქართველოსთვის ლოცვით დაგძანე. აი ასეთი ტარიელ ხალხელაური ყავს. ათაშორის მინდა გითხრათ, რომ დღეს ხო უწმინდესის დღე არის და ჩვენ ერთ-ერთი ბოლო მე-11 ბანაკი, რომელიც გავმართეთ
ასეთ დაწესებულებაში საგულე ერქვა, იქ ჩვენთან მობრძანდა არიელ ხალხელაური და საოცარი სიტყვები ჩაწერა, აი დაუვიწყარი. მაგრამ ნახეთ რას ამბობს არიელ ხალხელაური ყველაზე მთავარს, აი თქვენ ცხოვრებაში რა იყო ყველაზე გარდამტეხი მომენტი თქვა. და მეუბნება ასეთ რამეს. გამიბარა პატრიარქმა, შვილი გარდაცვლილი მყავს. უკვე და მივედითო და ვისაუბრეთო და უცბად მეუბნებაო. შენ ჩემთვის ლოცულობოდ არიელო? არა მეუთხარი, არა ვლოცულობო. გამიკვირდა კიდეც რომ მე რატომ უნდა ვილოცო პატრიარქისთვის რა? მე როგორ უნდა ვილოცო? ხო და აბა მე რო შენთვის ვლოცულობო. ხოლო თქვენ რადგინდათ ლოცო, ანუ ჩემთვის წმინდანიაო რა ასე თქვა. მომკიდა ასე ხელი და მითხრა მე ცოდვილი კაცი ვარო და ილოცე რა ჩემთვის გთხოვ. მაგრამ ეს იმით კი არ მითხრაო რომ აი სიმდაბლით რო ვიცით ხოლმე რა მე ცოდილი ვარ რა აი ისეთი გულწრფელობით მითხრაო რომ მთელი გულით მთხოვა რომ მელოცა მისთვისო და იმდენად დამაფიქრაო ამანო რომ მთელი ჩემი პიროვნება რადიკალურად ამოტრიალდაო და მე წამოვიდა ვიფიქრე კაცო პატრიარქი თუ ცოდვილია ესე იგი მე ცოდვილი ვარ ხო და მე ჩემ თავზეო ცოდვილი რო ვიყავი არ მქონდა ნაფიქრიო წარმოიდგინეთ რა და მე ჩაუღრმავდიო და მე უკეო დავინახე ეს ყველაფერიო და ანუ თუ ვინმესო ჩემ ცხოვრებაშიო გარდამტეხი როლი ვინმე შეუტანია შეიტანა ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა აი ეს ანუ არიელ ხალხელაურიც მაგისი მოქცეულია რო იტყვიან და რადიკალურად მის სულში ცვლილებები მაგისგან მერე ავიღოთ შალვა ამონაშვილი რომელიც დღეს უკვე იცით რომ უკვე ამისი სწავლებები დაინერგა და ათასობით პედაგოგი რო იტყვიან მიმდინარეობს ცდილობს რომ მაგის სწავლებას გაყვეს. ეხლა მე გეტყვით საიდან გამოჩნდა ახალ სარბიელზე. რუსეთში ცხოვრობდა შალვა ამონაშვილი, იმიტომ რუსეთმა ძალიან დიდი პატივისცემით და თაყვანისცემით მიიღო 70-მდე დიდი ტომია გამოსული. ყველა ღირსება თუ რამე ასწავლოს მინიჭებული აქვს. ანუ უდიდეს პატივისცემაში ჩვენიდან განსხვავებით. ხო და პატრიარქმა სთხოვა განათლების მინისტრომ დირექტორებშიო თუ შეიძლებაო დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიის სწავლება შემოიღონა. განათლების მინისტრმა შეუსრულა ეს და დირექტორებს მიეცათ დავალება წაეკითხათ დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგია და მერე მოხდა გამოკითხვა. მაგრამ აღმოჩნდა რომ იმდენად მეცნიერულ ენაზე იყო დაწერილი რომ ვერ გაიგეს არსი რა იყო. ანუ პრაქტიკაში ვერ გამოიყენებდა. მიხვდა რომ ასეთი მეცნიერული ენა შედეგს არ მოიტანა. დაიბარა შალვა ამონაშვილი მოსკოვიდან პატრიარქმა. სიხარულით ჩამობძანდა ბატონი შალვა, შეხვდნენ ერთ-ერთზე და პატრიარქმა მისცა ასეთი დავალება, თხოვნა, კურთხევა. თუ შეგიძლიაო აი დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგია გაგვიმარტივო და ისეთი წიგნი დაგვიდო რომ ეს სწავლებებიო უბრალო დედამ აი შვილი როგორ აღზარდოს უბრალო დედამ უბრალო მასწავლებელმა წაიკითხოს და პრაქტიკაში გამოიყენოს აი ესეთი წიგნი გვინდაო შალვამ უთხრა ბატონმა შალვამ მე შევეცდები შევასრულო თქვენი დავალებაო და 4 წელი დაჭირდა. ეს არ არის პატარა შრომა, იცით, თქვენ 4 წელი დაჭირდა და 4 წლის თავზე გამოდის აღზრდის სიმფონია ასეთი წიგნი და ასე იწყება ხელახლა აღზევება საქართველოში. ანუ ხელახლა აღორძინება შალვა ამონაშვილის და იქიდან დაიწყო ეს ყველაფერი და ეხლა იცით როგორი სისწრაფით ვრცელდება და ის მადლითა და წყალობით ესეც პატრიარქის კურთხევას მიეწერება ჩემოძმიფასება და როგორც ყველა სხვა დანარჩენი მოვლენა დედამიწის ზურგზე საქართველოში რაც წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენი ერთობაც პატრიარქის კურთხევით არის და პატრიარქის მადლიანი საქმეების ერთ-ერთი ესე ვთქვათ შედეგია. თამარ დედა რას გეტყვის?
კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას სიყვარულით. ჩემი გულიც ლექსომასწავლებლის არ იყოს, სევდით არის სავსე თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ რაღაც გაუცნობიერებელ სიხარულს გრძნობ გულში. ალბათ ეს ის მარადისობის შეგრძნება არის, რომელსაც შეუერთდა ჩვენი უწმინდესი და ლექსომასწავლებელი საუბრობდა მის ღუნღულა ხელზე და არ დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც ძალიან ცუდად ვიყავი და რთული ოპერაციისთვის მივფრინავდი თურქეთში და ამ დროს სანამ აეროპორტის გზას დავადგებოდით, ჩვენი მერაბი მაცილებდა, რომელიც ახლა ზეციურ სამყოფელში იმყოფება, ზვიადი და ლაშა გოგიაშვილი და გადაუხვია ზვიად მასზე და საპატრიარქოსთან მიმიყვანა და ისე როგორ უნდა გაგაცილოთო, რომ პატრიარქთან არ აგიყვანოთო და აი გული ამომივარდა, ისე დღეს ჩავარდი, რომ ვაიმე როგორ შეიძლებოდა უწმინდესთან შევხვედრილიყავი და საღამო არის და ავედით უწმინდესთან მიმიყვანა და რომ დავიჩოქე და ეს ღუნღულა ხელზე მოვკიდე ხელი სახელი მითხრა ზვიადს არ უთქვამს ჩემი სახელი და თამარო ყველაფერი კარგად იქნებაო თავზე ხელი დამადო მომეფერა და ესე ცრემლები წამსკდა და აი ის წუთები, ის წამები არასოდეს არ დამავიწყდება. მე იქიდან რაღაც ვაშლი გამომატანეს ხილი და ისე ვუფრთხილდებოდი, შეჭმაც არ მინდოდა იმ ვაშლის ესე პატარა ნაწილებად დავანაწევლე და იქ მქონდა თურქეთში წაღებული. და მართლაც იმ რთულმა ოპერაციამ, იმ ყველაფერმა მეოთხე სტადიას სიმსივნემ თქვენ იცით, რაც გადამხდა თავს, მართლა ყველაფერმა კარგად ჩაიარა და გუშინ ნატალიას დაბადების დღეც იყო, როგორც ჩვენი ნიკოლოზის და იმ წუთას მივხვდი, რომ ძალიან ისეთი განცდა ექნებოდა იზაბელა მომწერა, რომ დედა შენი გამხნევება სჭირდებაო, ოჯახურ გარემოში აღნიშნავდნენ და დავრეკე მაშინვე, აი ვერ ასულიერებდნენ ბავშვი, ისეთ მდგომარეობაში იყო და აი ლექსომასწავლებლო თქვენი გაკვეთილები როგორ გამოადგა იზაბელასაც ის უხსნი და სწორედ მაგას, რასაც თქვენი ძახდით. რო გვიხარიაო გიორგობასო, რას აღნიშნავთო წამების და თავის კვეთის დღესო და შენ არ იციო შენი დაბადების დღე რამხელა ზეიმად გადაიქცევაო ზუსტად ასე უხსნი და ნატალიას და მერე რო ვესაუბრეთ ავუხსენით ეს ყველაფერი თვითონაც მოძლიერდა და მერე დაწერა უცებ ის პოსტი რაც დაწერა ესე თავის ოთახში ჩაკეტილმა და ისიც გაძლიერდა და დღეს მიუხედავად იმისა როგორი ცუდად არის მაინც წავიდა ჯერ კიდევ მიახლებული არ იყვნენ პატრიარქს და ვერ მოითმინა და წავიდა მაინც და რომ არ ყოფილიყო უწმინდესის კურთხევა ნატალიას ვერ წავიყვანდით ისრაელშიც და ყველაფერში პატრიარქი არის აი ამ ჩვენ ცხოვრების ყველა ნაბიჯზე სამშობლოს ცოდნეობაშიც ყველგან უწმინდესის გული ფეთქავს და გაგვაძლიეროს ზეციური სამყოფელიდან და ყველას მოგცეს ძალა და შემართება იმისა, რომ რა სიყვარულიც დაგვიტოვა იმ სიყვარულის მატარებელნი ვიყოთ და ყველას გაუზიაროთ ჩვენი გულიდან ეს სიყვარული. აი მე დღეს იქ ჯგუფში ყველას ვთხოვე, რომ თავისი საყვარელი ფრაზები მოეტანათ პატრიარქის ამონარიდებიდან და უამრავია ასეთი და ლექსომასწავლებლის არ იყოს მოვადრო და ეს ყველაფერი კიდევ უფრო სხვანაირი გახდება და აი თვითოული სიტყვა, რასაც ის გვიქადაგებდა, ეს არის ყველაფერი ის, რითაც უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება და აი ეს თუნდაც ჩემთვის ახლა ყველაზე მთავარია ეს სიტყვები მიტრიალებს, რომ მთელ საქართველოს გაძლევთ კურთხევას, გაახაროთ ერთმანეთი, წესად დაიდეთ ყველა, მისი არ დაღამდეს, რომ ერთ ადამიანს მაინც არ მიანიჭოთ სიხარული. ეს სიხარული გადაეცემა ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს. ერთმანეთზე ილაპარაკეთ კარგი, მოუყევით ერთმანეთს ხვის კარგ თვისებებზე. წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერი ხართ, როცა თქვენს თავზე კარგი გესმით. მიანიჭეთ ეს სიამოვნება სხვასაც. ცუდი ამბები ხომ ორმაგად მიაქვთ ადამიანებამდე. ერთი პატარა ცუდი ამბავი 10 კარგ ამბავს გადაჭრდილას. ვილაპარაკოთ ერთმანეთზე კარგი და აი ამაზე კარგი რა უნდა იყოს, როდესაც იძინებ ადამიანი და როგორ ჩვენმა ილია მართალმა გვითხრა, რომ ყოველ დღესა შენს თავს კითხი, აბა დღეს მე ვისრავარგეო, ზუსტად იმის გაგრძელებაა ეს ყველაფერი, რომ აი წესად დავიდოთ, რომ
თვალებს რო დავხუჭავთ ძილის წინ ერთი ადამიანის გახარება თუ მაინც შევძელით, ესე იგი პატრიარქის ანდერძს ვასრულებთ და მე ვთხოვ პატრიარქს, რომ აი შემაძლებინოს ილოცოს იქიდან, რომ შემაძლებინოს ეს მისი დანატოვარი ანდერძი შევასრულო და მინდა უთხრა, რომ ძალიან მიყვარს. აიხარეთ. ხამდელი გუშინდელი ამბების შემდეგ ისეთი დაწესული ვიყავი რა და სიზმარშიც ველოდებოდი რომ მივიღებდი სამძიმარს რა და ბევრ ხალხს შეხვდი ძალიან რა და მე გამთენიისას ხმა მისმის გარედან რა ეს სიზმარშია და ჩემი საკუთარი მამა მოვიდა აი 100 მეტრში ცხოვრობს შენთან დედა და მამა ხო და ბავშვი მოიყვანა უჭირავს მამას ადიელაში გაყრული ჩვილი და დაგვისვა აი ეს თქვენო გავოგდი რა ვიცი რა დღეში ვიყავი ველოდები რომ სამძიმარი უნდა მივიყო ხო და მამა მომიყვანა ბავშვი წარმოიდგინეთ აი გავერ აქვსდი რა სად ვიყავი არ ვიცი და ემოციებში ვარ სხვათა შორის ხოდა მე გეტყვიო პატრიარქმა გითხრა რომ შვილი გეყოლება და ილიას დაარქმეო პატრიარქის გაიხარე რა თქმა უნდა მეც მასე მოვთარგმნე ბატონო გივი მეც მასე მივიტნი რომ აუცილებლად ეს ამ სიხარულს მოგანიჭებს უფალი და მესალდათ პატრიარქის ამსახურება იქნება რომ მაინც დღევანდელ დღეს გესიზმრათ ასეთი ლამაზი სიზმარი გაიხარე აი ვერ აქვს ისე დღეში ვარ და დღეს მე საერთოდ გაკვეთილები ვერ ჩავატარებ, მთელი დღე ვსაუბრობდით პატრიარქზე და გამახსენდა რა, მეც მქონდა ბედნიერება რომ მოვფერებოდე მის ღუნღულა ხელებს, სამჯერ მქონდა ასეთი შემთხვევა და ვარ ძალიან ბედნიერი. პირველ შემთხვევა სიონში თქვენს რომ პატრიარქი უნდა მობრძანდესო, ახლა ჩასული ვარ თბილისში 80-იანი წლებია და მე უნდა გამოვბრძანდეს, უნდა გამოიეროს ხალხის შუაში და ამ დროს პირჯვარი უნდა გადავიწეროთ სულ და თურმე პირჯვარი არასწორად გადმიწერია და მომკიდა ხელი და გადამაწერინა პირჯვარი და ალბათ იმის შემდგომ დავდექი პირჯვის წერაზე და ყოველთვის ვიწერ პირჯვარს და ყოველთვის ასეთი ის არის. მე ჩვენთან მობრძანდა დმანისში, სიონში, როდესაც გახდა ჩვენი სიონი იმის საშუალება მიგვეცა რომ ყოფილიყო წირვა ჩატარებულიყო აი ამ მაშინ მობრძანდა და მის მეშვეობით მოხდა ეს ყველაფერი და ჩემთან სოფელშიც ბრძანდებოდა როდესაც 9 აპრილის მემორიალი გაიხსნა ჩვენ ყავდა რაიკომის მდივანი ელოშვილი ეს აზანძარებდა ეს პიროვნება მთელს რესპუბლიკას უძლიერესი პიროვნება იყო და ამასთან ერთად მობრძანდა ჩემთან სოფელში და აი მემორიალის გახსნასაც დაესწრო და ეს იყო რაღაც ჩვენთვის ძალიან დიდი დღესასწაული და არ ვიცი და სხვადასხვის ბატონო ლექსო გალაქტიონსაც აუგო წესი და სხვადასხვის გალაქტიონი 17 მარტს დაიღუპა და ის რომ მაშინ გალაქტიონს რა თქმა უნდა არ წესი აუგეს და არც არაფერი არ გაუკეთეს ისეთ როგორც დაიღუპა გალაქტიონი და მაშინაც სამშაბათი დღე იყო და მაშინ ისეთი ცივი დღე იყო როგორც გუშინდელი დღე იყო და ამ დღით დაიღუპა გალაქტიონიო და ასე აი შეუერთა გალაქტიონთან ერთად ეგზეცას ესეც და აი ეს არის არ ვიცი აი ყველაფერი მართლა დაგვაუბლა მთელი და მე ძალიან ცუდად ვარ და არ ვიცი თქვენ როგორ სინთეზა მე აი ხა ცოტა ლექსომ შეძლო რაღაცა განმუხტა ჩვენი მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ვერ ვიცოდებ მე ანც შეგვიძლებინოს უფალმა რომ გვიყვარდეს ერთმანეთი ატივისეთ ერთმანეთს და ყოველდღურად გვიხაროდეს ერთი მეორის სიხარული და ტკივილი გვტკიოდეს და სიხარული და ამან დაგვაძლიეროს ყველანი ლოცვებში და ყველაფერში აი მადლობა დღევანდელი დღისათვის კიდე თქვენ ლალი მასწავლებლო ჩვენი ზუმის სათავე რა არის ნახვამდის 64-ში ამიტომ ჩვენი ყველას მიზანი არის რომ დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული 64 და ყველანი შევხვდეთ ნამდვილად შევხვდებით არ ვიცი აბა მანანა მასწავლებელო დიახ საღამოშვიდობის ნამდვილად ნუგეშის მომცემი იყო ლექსო მასწავლებელო თქვენი ეს დღევანდელი ესეთი
ასე ვთქვათ, შეგონება და წუხანდელ განცდას გეტყვით, რომ ლოცულობდი ხატებთან და ტელეფონი დავკითხულობ ხოლმე ლოცვას. ხო და რომ მოვჩი და დავხურე, მე გავხსენი სოციალურ ქსელში და პირველი ინფორმაცია რაც ვნახე, რომ ეგში რომ შემხვდა რუსთავის სიონს ედო პირველი მამა მიქაელს, რომ ვიზიარებო ეს სიტყვები და მაშინვე ეს რეაქცია მოახდინე, იმიტომ რომ ჯერ ოფიციალური განცხადება არავისგან არ იყო გაკეთებული, არც მეუფე შიოსგან და საერთოდ არ იყო დანამდვილებით ამაზე ელაპარაკე, კიდევ ვარაუდობდნენ და ჩვენ საერთოდ ჩატში დავწერე თამარიანის რაც გვაქვს, რომ მეთქი დავობრდით, თქო და მამა იოანე გამომეხმაურა, რას ამბობო, საიდან მოიტანე, ჯერ არავინ არაფერი არ იცისო და მე მართლა შევფიქრიანდი, რომ აი მეთქი რამე შეცდომა ხო არ ჩავიდინე, იქნებ ვინმე ხო იციან ხოლმე, რომ არასწორი ინფორმაცია დევს და აი ვის აღარ ურეკავდი ეთოს და ურეკე, ზვიად თანაც კი ურეკავდი, რომ მეთქი რამე ცუდი ხო არ გავაკეთე, ასეთი რაღაც როგორ დამემართა, თქო და ბოლოს მე ოლიკოს დაურეკე და მე და ოლიკო არ დამოვიწყდება ეს დღე არასოდეს ნამდვილად, აი ერთად ვტიროდით, ხმას ვერ მცემდა, არ ვიცი ახლა აქ არის თუ არა. ერთად ვტიროდით და მე ბოლოს ერთმანეთი ვანუგეშეთ და მე და ოლიკო ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს წუხელ და მთელი ღამე ვერ ვიძინებდი მთელი ღამე წუხელ გაუთავებლად ვფიქრობდი უწმინდეს მრცხვენო და დაძინების და რომ მეთქი უწმინდესი აღარ ყავს ვერ ვათვიცნობიერებდი და ეს შემრცხვა მე ჩემი თავის როცა გავათვიცნობიერე რომ ჩემ თავში რაღაც ურწმუნოება დავინახე რომ როგორ შეიძლებოდა რომ ასეთ წუხარებაში ჩავარდე ადამიანი როცა ვიცით რეალურად რაც მოხდა ხო უფალთან წავიდა და ვიცით სადაც არის და არ შეიძლება რომ გლოვობდეთ ასე მაგრამ ადამიანური მომენტია მოგვენატრება მისი რა ვიცი ყოველი შეხება თუ სიტყვა თუ იქიდან ხადაგება მაგრამ ძალიან ბევრი სწავლება დაგვიტოვა ნამდვილად და თუ კი აქედან შევასრულებთ ერთს მაინც ეს ძალიან დიდი რამეა და მე დღეს ჩემ თავს მივეცი ასეთი პირობა როცა ხატებთან ვიდექი და ლოცულობდი უწმინდესზე ვთქვი რომ პირობას უწმინდესო შენი ანდერძი და მხოლოდ ერთს შევასრულებ პირველ რიგში ეს იქნება რომ არასოდეს როგორც არ უნდა მიჭირდეს აი მართლა რომ მიწის პოტნა დამჭირდეს ჩემს ქვეყანას არ დავტოვებ და არ წავალ ჩემი ქვეყნიდან არსად და მეორე ის რომ რასაც ვერასოდეს ვერ ვასრულებდი ეს არის 7 გზის ლოცვა მართლა მიჭირდა რამდენჯერაც დავიწყე ხოლმე ვერასოდეს ვერ შევასრულე ეს და აი ამის პირობა მივეცი უწმინდეს რომ ვიცი რომ ყველაზე მეტად ეს გაეხარდება თქო და აი მისთვის ამას გავაკეთებ თქო რაც ახლა მინდა კიდევ თქვა რომ ჩემი შვილი კონსტანტინე როცა დაიბადა არ გვაძლევდნენ ჩვენ იმედს იმისას რომ გაივლიდა ფეხზე როცა ის გადარჩა ანუ მყარად ვერ იდგა ხოლმე ყოველთვის იქცეოდა ვარდებოდა სიარული უჭირდა და ეს იყო უკვე დაახლოებით ალბათ 2 წლამდე ბავშვი და ვერ იდგა მყარად და მოულოდნელად ჩემს სოფელში თქვეს რომ ყვარელში ჩამოდისო უწმინდესიო სულ შემთხვევით გავიგე ბაღში მიმყავდა გიორგი და იქიდან დაბრუნებულს ერთ-ერთმა მითხრა და არ ვიცი რა დავემართა უცებ გამიჩნდა სურვილი რომ აი მეც ახლა იქ უნდა წავიდე და მეზობელს თხოვე მანქანით რომ მეთქი თუ შეიძლება თუ გააქვს დრო აი საწვავს ჩაგისხავ და წამკიო რაზე ელაპარაკე დაჯექიო წავიდეთო მოვკიდე კონსტანტინეს ხელი და წავედით და აი არ ვიცი ჯერ გვეგონა ჭაბუკიანში იყო ნუ მოკლედ დიდი წვალებით და იმით მივედით და ყვალიში ეს იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარია იქ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ქეზოში და იქ უნდა მობრძანებულიყო და ეს შემოსასვლელ კარებში დგავარ და ზარების რეკვა რომ დაიწყო უწმინდესი რომ მობრძანდებოდა აი ვერ აგიხსნით მე დღე და ეს განცდა არასდროს არ დამავიწყდება სანამ ცოცხალი ვიქნები აი თლიანად მაკანკალებდა და აი კი არ ვტიროდი აი ესე აი უფრო ღრიალი ერქვა ამას ალბათ აი თავს ვერანაირად ვერ ვერეოდი და იმიმედით ველოდებოდი უწმინდეს რომ ჯეროდა და მწამდა რომ უწმინდესი თუ ჩემ შულს შეეხებოდა ეს გაივლიდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა და მართლაც შესვლის დროს ვერა მაგრამ როცა ტაძარში შევიდა პარაკლისი გადაიხადეს და რომ გამობრუნდა უკან იქვე კარებში აი არ ვიცი ეს ხალხი ან როგორ გავარღვიეს ამდენი მასა როგორ მოვხვდი იქ აი მართლა არ მახსოვს
და კარებთან გამოსასვლელში მარჯვენა მხარეს ველოდები და ეს ჯაჭვი ხო არის ესე გაკეთებ ხალხის აქეთ-იქიდან დგენან და ყველაზე ნაპირში მე ვიდექი ბავშვით და აი ველოდები ისეთი თვალებით რომ როგორმე შეეხოს და მათაც გამოვიდა უწმინდესი დაადო კონსტანტინეს თავზე ხელი და ასეთი სიტყვები მითხრა რომ ბეშინია ყველაფერი კარგად იქნებაო და გაიარა რა ვიცი ორმაგად და ათმაგად სიხარულმა დაიტია ჩემს გულში და სიხარულისგან გული ამომივარდა ლამის და უკან მოყვებოდა ჩვენი მამა ნიკოლოზი ჩემი მოძღვარი იყო იმ დროს და მომიბრუნდა ისიც მეუბნება რომ ხო გითხარიო ხო გეუბნებოდიო რომ კარგად იქნება ყველაფერი არც ახლა დაიჯერებო და ამანაც გაიარა და მართლა იმის მალევე მერე წავიყვანეთ თბილისში ექიმთან და მადლობა ღმერთს ახლა თქვენ თვითონ ხედავთ კონსტანტინე როგორც არის და დღემდე მჯერა და დარწმუნებული ვარ რომ სწორედ უწმინდესის დალოცვით მოხდა რომ კონსტანტინემ გაიარა თან ისე რომ არანაირი რეაბილიტაცია ჩვენ ამ ბავშვისთვის არ ჩაგვიტარებია გვეუბნებოდნენ რომ აუცილებელი იყო ამისთვის მასაჟები აუცილებელი იყო ნევროპათოლოგთან სიარული და ეს ყველა ეს წესები უნდა დაგვეცვა მაგრამ არ მიყვავდა არ ვიცი დათოც გაჯიუტებული იყო არაფრით არ მიყავდა ექიმებთან არა ეს გაივლის ეს კარგად იქნება ყველაფერი და მე როცა გაიგო კიდე რომ უწმინდესი შეეხო პირიქით იმას მეუბნებოდა ხოლმე სულ რომ რაღაც უნდა გეშინოდეს თუ პატრიარქმა დალოცაო და მართლა აღარაფრის აღარ მეშინოდა უკვე და ესე თავისით მოხდა ყველაფერი და მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის და რა ვიცი დღეს უკვე ცოტა სიმშვიდე დამეუფლა მეტნაკლებად იმ პირობის დადების მერეც რაც აღუთქვი ასე ვქოთ ლოცვების მერე და ახლა კიდე განსაკუთრებით თქვენთან საუბრის მერე და იმ ვიდეოების ნახვის მერე ლექსო მასწავლებელო რაც თქვენ ატვირთეთ და გაავრცელეთ ყველა ვნახე და ძალიან დიდი სიმშვიდე დამეუფლა ამის მერე და ილოცოს ზეციური საქართველოდან და რა ვიცი გვიწინამძღვროს ჩვენ ცოდვილ ადამიანებს ჩვენ რა გვაქვს სატირელი მეთქი პატრიარქზე არ უნდა ვტიროდეთ თქო დღეს რომ ამბობდი აი აქ რო დავჭით ჩვენ ცოდვებში ჩაფლული და კიდე არ ვიცით როგორ გავივლით იმ გზას ესა გვაქვს სწორედ მართლა სატირელი და საგულისხმო თორე ის იქიდან დაგლოცავს და გადმოგვაფარებს თავის ფუმფულა ხელებს და რა ვიცი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ ყველას აი ხარე მანჩო რა თქმილი სიტყვები გითხარი ირმა მასწავლებელი რას თქვი მოგესალმებით ჩემო ტკბილებო რა ვიცი აი გუშინდელი დღე თითქოს რაღაცა წინა გრძნობა მქონდა რაღაც აფორიაქებული ვიყავი მაგრამ ვერ გრძნობდი რა ხდებოდა აი და ასე მეგონა და ძალიან ბევრისგან გამიგია რომ უწმინდესი სულ ჩვენ გვერდზე უნდა ყოფილიყო მართალია ყველა გადავალთ იმ ქვეყანაში რაღაც ესეთი შეგრძნება მქონდა და რომ გავიგე სამონტყოფოში გადაიყვანეს მაინც თითქოს ასე დაჯერებული ვიყავი რომ არაფერი არ მოუვიდოდა ძალიან დიდი დარტყმა იყო რა თქმა უნდა მაგრამ რა ჩემ თავს ვუთხარ რომ ყველაფერი ღვთისნებით არის რა თქმა უნდა ეს ზეციურ საქართველოს შეუერთდა რომელიც იქიდან უფრო მეტად დაგვეხმარება და გაგვაძლიერებს მეთქი და დღესაც გაკვეთილი რომ მქონდა ბავშვებთან ზუსტად ამაზე ვესაუბრე რომ თითქოს შეშინებულები იყვნენ და ძალა მივეცი ახლა მე ჯერ ჩემ თავს რწმენაში ვაძლიერებდი უფრო რომ მეთქი არა ეს ასე უნდა მომხდარიყო ალბათ რომ ხორციელად დაუძლურებული იმდენად ვერ გვეხმარებოდა და ზეციური საქართველოდან უფრო მეტი ძალა გვექნება და მფარველი ანგელოზი შეგვემატა ზეციურ საქართველოში მეთქი და ფილმებიც ვაყურებინე მე ბავშვებს რომ უფრო მეტად ინფორმირებულები ყოფილიყვნენ რაღაცა იმედი მივეცი და ვეუბნებოდი რომ თვითონ ეს უწმინდესის სიტყვებიც არის რომ სიყვარულია საფუძველი ადამიანის არსებობისა ბედნიერია ის ადამიანი რომელშიც ქრისტე იშვება და ასეთი რწმენითა და იმით უნდა იყოთ მეთქი რომ რწმენის გზით იაროთ თქო ბავშვებს ვეუბნებოდი და რა ვიცი ერთიანობით ესე სიყვარულით ერთმანეთს გული გაუთბეთ რომ რაღაც იმედი გქონოდა და რა ვიცი უწმინდესის ძალიან დიდ როლს ვხედავდი ჩემ ოჯახში რომ მართას ნათლი არის უწმინდესი და როდესაც ნათლობაზე ვიყავით აი მომენტი მაქვს თქვენ როგორ თქვით რომ ესე კორიდორში რომ უნდა შემოსულიყო უწმინდესი და იქ ვიდექით აი ხელით შეხებით ახლა ეს დაცვა რო იდგა და რაღაც არ გვიშვებდნენ მაგრამ თითქოს ისეთი ენერგია მოდიოდა რომ აი სხვა სამყაროში ვგრძნობდი თავს აი რაღაცა ისეთი სითბო და სიყვარული გადმოდიოდა და ირთქვებოდა რომ შემოვიდა რომ ეს ენით აღუწერელი
შეგრძნებაა და რა ვიცი, ილოცოს უწმინდესმა ჩვენთვის და მჯერავს, რომ საქართველოს უფრო მეტად დაეხმარება და გარდაცვალება ძალიან რაღაცა სხვა არის, უფრო მეტად დაგვაახლოვა ბავშვებთანაც, თვითონ ერიც უფრო მეტად გააერთიანა, როგორც უყურებ და უფრო მეტად ვფიქრობთ იმ თითოეულ სიტყვაზე, იმ თითოეულ მოწოდებაზე, რასაც გვეუბნებოდა უწმინდესი და ის ანდერძი მოვალეები ვართ, რომ ყველამ შევასრულოთ, რაც დაგვიბარა ჩვენმა ტკბილმა მამამ. გაიხარე იმა, გაიხარე. ლუიზა ხო არაფერს გვეთქვის. გამარჯობა. მეც ძალიან გუშინ როდესაც გავიგე, ჩემთვის ძალიან რთული იყო ამის გაგება. და ეხლაც მეტირება. იმიტომ კი არა, რომ უბედური ვარ ან რაღაც დამწუხრებული. იმდენად ბედნიერი ვარ და იმდენად ვიაზრებ, რომ არაფერი არ არის ადამიანი, მაგრამ უფლისთვის მაინც როგორი საყვარელი ვარ. და უფრო მეტად ვიგრძენი, როგორი დიდებულია ჩვენი პატრიარქი. და ამის ფონზე ვფიქრობ, რომ ჩემ თავში კიდევ ბევრი რაღაც უნდა შევცვალო და გამოვასწორო. იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვიქცევი. და ადამიანები ზოგადად ძალიან ბევრ შეცდომას უშვებ და გუშინ საღამოს როდესაც ვფიქრობდი, ხვდებოდი ნელ-ნელა, ჩემს თავს უღრმავდებოდი და ვფიქრდებოდი. ძალიან მიყვარს ჩვენი პატრიარქი და დედა რომ მოყვა. მართლაც ეს კონსტანტინე რო წაიყვანა, მე ვიყავი სკოლაში და ძალიან მინდოდა ეს ყველაფერი რო გავიგე, ძალიან გული დამწყდა და ტირილი დავიწყე, რომ მეთქი მე რატო არ წამიყვანეთ თქო და იმ ღამეს რო დავიცინე, მესისმრე პატრიარქი, რომელიც უბრალოდ მიყურებდა და მიიმსერდა ის საყვარლად, ისე თბილად და თითქოს ეს ყველაფერი ისე ვიგრძენი, დღემდე მახსოვს ის შეგრძნება. ისეთი თბილი იყო და დილით რო გავიხვიძე, მე მთელი კვირა მეუმყვებოდა ის გრძნობა და ის ემოცია და ის სითბო. რაც იმ დროს განვიცადე და მაშინ მივხვდი, რომ მუდამ ჩემთან იყო და ჩემ გულში იყო. ზეციური საქართველოდან დაგვრუცავს და ლექსომას თქვენ რო გედოთ ვიდეო, შეხვედრამდე 64-ში. ასე არის ზუსტად. 64-ში შევხვდებით იქ ყველანი. სამუდამოდ, მარადიული. აი, რამდენი შეუძლია ლექსობას ამბლო სამშობლო სოდნეობის ბანაკს და თვითონ სწავლებას. აგერ სახეზეა ფაქტი, პროდუქტი, აი. შედეგი აი აქ არის. ხელის გულზე ჩან. დიდებო. რა ვიცი, თუ არავის გრიგოლ, რას გვეტყვი შენ, გრიგოლ? აი, გრიგოლიც გვესწრება. გრიგოლი, რა ხდება შენ გულში? გამარჯობათ მას. ჩემი აზრით მას ახლა დაიწყო ჟამი პატრიარქის ზღვაწლის გამოჩენისა და არც მე არც შემშინებია, არც რამე ისეთი სევდა მიგვირდნია პატრიარქის გარდაცვალებისას, პირიქით გამიხარდა, რომ უფრო მეტად დაგვეხმარება ახლა ზეციდან. თან პატრიარქს ეკუთვნოდა ეს თუღანი უკვე, რომ ღმერთთან წასულიყო და მადლობა ღმერთს, რომ ტკბილად ჩაიხუტა უფალმა გულში და ჩვენც ახლა უკვე ღმერთთან პირდაპირ საუბრით, მე ჩვენზე ილოცებს და ჩვენ დაგვეხმარება. შენი დედიკო ჩვენზე მალე შეხვდება პატრიარქს და ვიცი რომ ეგ იყარია შენ. ბატონი ზვიადი როგორ გყავს? ზვიადი როგორ შეხვდა? ზვიადი შემართებით არის და ეხლა რა თქმა უნდა ეს განცდა აქვს ზუსტად მასაც და შეიძლება რომ სხვანაირად იყოს. ნინო, შენ რას გვეტყვი? მე არ ვიცი რა ვთქვა, იმიტომ რომ იმდენ რამეს ვუსმინე ახლა და ზოგადად იმდენ ისტორია წავიკითხე პატრიარქზე, რომ
აი პირადად არ ვიყავი შეხვედრილი და მანამდეც წამიკითხავს, მაგრამ ეხა ისეთი გრძნობა მაქვს, რომ თითქოს პირადად ვიცნობდი და აი იმ თითოეული ისტორიის თანამონაწილე ვიყავი მეც. თან აი გუშინ არა, ესე შორიდან დავიწყო ცოტა ყაზბეგის ბანაკში რომ წავედით, მაშინ დავალება რომ მოგვეცთ, აი ისე გახდა ჩვენი იმის რა ქვია დავალების ისე ვთქვათ საფუძველი მშვიდობით 64-ში, რომ აი ისე გავიაზე რომ პირველად მაშინ ვიფიქრე რომ რა მოხდებოდა მაშინ თუ ჩვენი პატრიარქი ანუ ჩვენთან ფიზიკურად აღარ იქნებოდა და აი მაშინ გამიჩნდა ეგ და მე რო იქ წავედით გიმნაზიაში და ფილმს უყურეთ იმხელა შთაბეჭდილება და მოახდინე ჩემზე რომ აი იმის მერე ვერ ვიყავი ემოციებიდან გამოსული და გუშინ რომ მოვუსმინე განცხადებას რომ გარდაიცვალა უკვე რაღაცნაირად აი თავიდან ცრემლები ამიტყდა მაგრამ მე უფრო მადლიერების ცრემლებში გადამივიდა იმიტომ რომ მივხვდი რომ აი ის როგორც ლექსომას სწავლულმა თქვა რომ ის სხეულისგან ის დაუძლურებული სული უკვე რომ გათავისუფლდა და ზესაში აიჭრებოდა რომ წარმოვიდგინე და თან უფალს ჩაეხუტებოდა მე ბედნიერებით ვიყავი სავსე და დღეს რომ გამოვედი დილით ვაკვირდებოდი და თითქოს აი გუშინ ისეთი ამინდი იყო რომ აი გუშინას და გუშინწილას რომ ყველაფერს ანგრევთ და დღეს რაღაცა განსაკუთრებული მამზემ გამოანათა თითქოს აი ყველაფერი ხარობდა ისე იყო და ხალხს რომ გაერთიანდა ზუსტად მასე იყო და ხალხს რო ვუყურებდი, აი მეტროში ამდენი ხალხი მე არ მინახავს, აი ტიროდნენ, აი ყველა ტელეფონზე ლაპარაკობდა, აი მოვუსმინე კიდევ რომ გავიგე, მამაო თქვენ მიდიხართ რა შევთ, აი ყველა ისე იყო გაერთიანებული რომ რაღაცა აი მე ეგ წარმოვიდგინე რომ პატრიარქმა აი რო ამბობდა რომ ეგ გაერთიანებულ საქართველოში ვიქნებითო, ის იგულისხმა რომ ხალხი გაერთიანდებოდა მისთვის. და არა ის რომ თუნდაც ნიკოვსიდან დარობანდამ და ეხა იმ ხელა ბედნიერება დავინახე ამ ყველაფერში თუნდაც კადრები რომ დავინახე ამდენი ხალხი იყო მისული და სამებამდე იმდენმა ხალხმა გააცელა რომ აი მივხვდი რომ საქართველო ამით გააერთიანა და ლოცვით გავაცილეთ ყველამ და იმ ხელა ბედნიერება და მადლი დაგვიტოვა ჩვენ და 64-დან ვიცი რომ ჩვენზე უფრო მეტ სილოცებს და უფრო მეტად იქნება ჩვენთან და მე ახლა ისევ გრძნობ მის სიახლოვეს მიუხედავად იმისა რომ არ შევხვედრილ რომ აი არ ვიცი გულისიხავთ და ბედნიერებით მაქვს სავსე და თუნდაც ის რამდენი ისტორია მოვისმინე მივხვდი რომ ეს იყო ძალიან დიდი ადამიანი გილოცავთ ლექსო მასწავლებელო ეს არის თქვენი დამსახურება რომ ნახეთ დიდებს კიდევ სხვანაირი ყივილი და სევდა აქვთ და ამ ბავშვების გულში იმიტომ მინდოდა ზუსტად რომ ამათ ესაუბრათ რომ თქვენ შეძელით ის რომ მათ გულებში გააცოცხლეთ რომ სიკვდილი არ არსებობს და აი ეს ყველაფერი სულ სხვანაირად აღიქმება მათ გულში და სიხარულად გადაიქცევა იმ მარადისობის სიხარულად და მე ეს მიხარია ახლა ყველაზე მეტად და ყველაზე დიდი პედაგოგი იყო ჩვენი უწმინდესი და ჯერ კიდევ სად არის ეხლა და ეხლა უფრო კიდევ ღრმად გაიდგავს ჩვენში ფესვებს მისი სწავლებები და მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის. ოლიკო, კიდევ გაქვს ეხლა ესეთი განცდა გუშინ რო გქონდა, აბა გამოჩდი სად ახარ? რაღაცნაირად ნამდვილად ძალიან აი არ ვიცი ძალიან გულნაცადკენი იყო ნამდვილად და ეს მთელი სამთავრო დუმდა და თან მთელი სამთავრო ლოცულობდა და თან ყველანი ვიხსენიებდით იმ მომენტებს აი პატრიარქის მოგონებებს ყველას რაც შეხება ჰქონდათ მე ის გამახსენდება რომ კახში რო იყო ჩამოსული და ჩემი პირადად მე თვითონ გადავუღე სურათი და კიდევ ერთხელ ისა რა ქვია სურქეთში რო ვიყავით საავადმყოფოში და შემთხვევით გავიხედეთ ფოიეში ვიჭეკით მე და ჩემი მეუღლე და გავიხედეთ და უცბად პატრიარქი მოდის თავის დაცვით და იმ ხელა ნუგეში იყო ჩემთვის და ჩემი მეუღლისის მეთქი ვეუბნებოდი რომ შენ აუცილებლად გადაარჩევ მეთქი ეს შემთხვევით არ ხდება მეთქი და არ ვიცოდით რომ საერთოდ თუ თურქეთში იმყოფებოდა და მაგრამ არაუშავს დღეს ალბათ შეხვდნენ ჩემი მეუღლე და პატრიარქიც იქიდან ილოცებენ ჩვენთვის გაგვაძლიეროს ჩვენმა პატრიარქმა და მთელი დღე ფიქრობდი ნეტა რა გავაკეთო მეთქი ისეთი რომ აი პატრიარქი რომ გავახარო მეთქი და აი ზუსტად ეგ ვიფიქრე მეც რომ შვიდგზის ლოცვა მეთქი რომ შემაძლებინოს რომ აი შევასრულო ადრე ვასრულებდი მე რაღაცნაირად ჩავვარდი და ეხლა არ ვიცი აი მომცეს ძალა რომ ეგ მაინც რომ შევასრულო
პირველ რიგში გაგვაძლიეროს და ეგსებ გამოიშორე გულიდან ყველაზე ძალიან ეგ გაუხარდება პატრიარქს და ილოჩი მარადისობის სიხარულით შეუერთი ნელ-ნელა თქვენი ლექციებით და თქვენი აი საიმედო სიტყვებით მართლა აი გავძლიერდი და ნელ-ნელა მომეშვება ალბათ. მადლობა თქვენ ყველაფრისთვის და მადლობა უფალს. სიმონ, ჩვენო საყვარელო ადამიანო, აბა შენ რას გვეტყვი? ავსტრიიდან სიმონიც გვერდება. სიმონი და ლელა, არ ვიცი, შეძლებს თუ არა რომ ჩართოს ხმა? თავს ხოლმე ხო მომწერა რომ ვერ თავდა. მესმისო ყველა, მაგრამ ჩართოს ვერ ახერხ. აქვს ვინმეს კიდევ სათქმელი? აი ეს არის მე არ ვიცი აი მაქვს თუ არა უფლება ვთქვა ყველას მოგესალმებით ბევრი რამე მაკავშირებს პატრიარქთან და დღეს კიდე რაც მოხდა ანუ სულ სხვა რაღაცაზე მოვდიოდი თბილისში და დილით ანუ უბრალოდ ღამე რო გავიგეთ ამბავი მოხდა ტელეფონი დამჩა ხელში ანუ სულ რაღაცებს არ ამჯეროდა მეც რა თქმა უნდა აი ვერ წარმომედგინა რომ როგორ შეიძლება და გასულიყო ესე და ბოლოს აი ესე სამძინებია ტელეფონით რა და მთელი ღამე მესიზმრებოდა და დილით ჩემი ბიჭი გვეუბნება სამსახურებრივად ვინც იცის რომ რაზე მუშაობდა დედაო შენო არ დაგიძახებენო და რომ წავედით ან თბილისში წავედი ექიმთან რა მივიდიოდი და გზაში გვირეკავენ რომ ასე და ესეო სასწრაფოდ დასჭირდითო რა და უნდა მიხვიდეთო და არ ვიცი ისეთი განცდა მქონდა რომ მეთქი შევძლებ მეთქი ეხლოცა კუთხევა უნდა ავიყო ანუ გულის სულ ტკიოდა უცებ აი მომენტალურად მიჭერდა თი რა გავაკეთო რომ ესეთ საფასუხისმგებლო რაღაცა მივდივარ ვისთან მივდივარ და აი ძალიან ახლოს მივდივარ და მე დავრეკეთ რა ჩვენთან მამავაჟარი რომ მეთქი რომელ მამავს დავრეკო მეთქი და ნუ გეშინიაო მიდიო მოეფერე და ჩაეხუტეო აი ზუსტად ეს სიტყვები მითხრა და აი მომენტალურად წმენაში უფრო გავძლიერდი გულიც დამიმშვიდდა და მთელი 1 საათი ხო ჩაკეტილი იყო გზები და მანქანით ვერ მივდიოდი და მეთქი მოდი მეთქი უთხრათ რომ რა საქმეზე მივდივართ მეთქი რაზე მივდივართ რომ შეგვიშვან მეთქი და მერე ვინც გვირეკავდა საპატრიარქოდან უთხარით ნომერი გადასცეს მაგრამ ჩემი მეუღლე ძალიან თავდებოდა მე ვერ ვისარგებლებ ხო ამიტომ რომ ეს კორდონები და ეს ისინიო გავარღვიო და რომ მივედით უკვე ბოლო საპატრიარქოს ჭიშკართან ვეუბნებით რომ პატრიარქთან მივდივართო და დღესო ყველა პატრიარქთან მიდისო და მე ვთხარი რომ ჩვენ სხვა საქმეზე მივდივართ და სხვანაირად მეთქი რა და არ გვიშვებდნენ ურეკავთ წარმომადგენელს ვინც გვიკავშირდებოდა და არ პასუხობს და იქ არის ნუ ხო იცით როგორი ამბავი ყველა შესვლა უნდა და რაღაც ძალიან ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო და ამ დროს ვიღაცა დაცვის წევრი გვიღიმის რა ესე და ჩეხორსოვნა მეთქი ძალიან ნაცნობი სახე აქვს მეთქი და ვინ არის მეთქი რა გიორგი და შენც ხო იცნობ მეთქი და თან ძალიან აფორიაქებულები ვიყავით და ბოლოს აღმოჩნდა რომ ყოფილა ველისციხელი იქ ცხოვრები ველისციხეში როისაც აი ველისციხეში ხვდებოდით რა და თურმე პატრიარქის დაცვის ის არის უშუალოდ საპატრიარქოს დაცვა და უკაცრავად მეთქი ძალიან გისურვებთ მაგრამ ეხლა ისეთი აღელვებული გვაქვს ვერავ და აღარ გახსოვთ რომ ასე და ასე ველისციხეში მეთქი და მე აი ესეთი სიტუაცია და ეხლა იმას ვისი ნომრითანაც მიკავშირდებიან ერთ-ერთი მამაო იყო რა ძალიან ახლომი და მეთქი ვერ უკავშირდებით და არა და გვაგვიანდება გზაში რამოდენიმეჯერ დაგვირეკეს რომ მალე მოდით რომ უნდა იმას აქვთ სამებაში გადავაბრძანოთო და პირადობებია საჭირო ისე ვერ შეგიშვებთო და ბიჭი გავაგზავნეთ პირადობებზე და მივედით და ნუ რა თქმა უნდა სავსე მეუფეები ყველა ახლა დიდი ტირილი დიდი გლოვა სუფსალმუნები და აი ისეთები ვიყავით დაბნეულებიც რა და რომ მივედით უშუალოდ ისეთი სიმშვიდე სუფევდა პატრიარქთან რომ აი იქით მამაოები მიხვდნენ რომ ძალიან აღელვებული ვიყავი ჯერ რომ ისედაც რომ დავიგვიანესო და დამშვიდითო დაწყნარდითო ყველანი აი საოცარი სიმშვიდე სუფევდა თვითონ პატრიარქიც იყო აი ძალიან დიდი სიმშვიდე აი ხო მინდოდა რომ მეტირა და მთელი ღამე ვიტირე გზაში ვტიროდი აი საოცარი სიმშვიდე შემოდის აი ისე ვიყავი რომ და იქაც ირგვლივ სულ ყველაფერს იხსენებდნენ უამრავი მეუფე რა ვიცი აი ალბათ ყველა სინოდის ხდომა იწყებოდა
მე მარტო ახლობლები დატოვეს და დარბაზი დაცალეს და რაღაცა, აი საოცარი ის იყო რა, აი არ ვიცი, მსგავსი რაღაცა არასოდეს, აი ვისთან აღარ მისულა, ვისთვისაც არ მიგვიქცევია ყურადღება, მაგრამ არ ვიცი, აი მადლობა უფალს რა და ეხლა გთხოვეს რომ ყოველდღეო ამოდითო და დაგვეხმარეთო რა და არ ვიცი, მადლობა უფალს ყველაფრისათვის რა. რა სამოფ ეს ისეთი მადლი გქონიათ თქვენ რომ იცი როგორ აი ყველანაირი ტკივილი დამავიწყდა, აღარაფერი აღარ ტკივა, აი არაფერი, აღარ ძილი მინდა, არც დაღლას აღვწნობ, აი არაფერს, არ ვიცი, აი რა ვიცი, რა ძალები მომეცა საიდან, არ ვიცოდი, ექიმთან მივიდოდი. რა თქმა უნდა, ექიმს რა უხსენი რომ რა ვერ მოვალო, აი არაფერი აღარც ექიმი მინდოდა, არაფერი აღარ მინდოდა და ვერ დაღლილი ვიყავ, ვერ ვიძინებ, აი საერთოდ არ რა ვიცი, აი მადლობა უფალს. ისე მესმის ძალიან ძნელი, აი გეხლა, აი ეგ მაგ სამუშაო შესრულება, მაგრამ აი პატრიარქთან ეს სასწაული არის. პასუხის მგებლობა, თან ხო გეუბნები ხა არ ვიცი, მადლობა უფალს რა და თან ეს ჩემი შვილის სიტყვები რომ დედა შენ არ აი ამ ბოლოს ვეუბნები რომ რაღაცა ყოველთვის კარგი რაღაცა თქვით მეთქი რა და ამის წინათ ერთხელ რაღაცაზე ითხოვდნენ რომ აი უფალთან ყველა წავდგებით მეთქი რაღაცაზე მოიტანას და საუბრობდით რა მანქანაში რომ უფალთან აი შეიძლება მალე ძალიან მალე წავდგეთ მეთქი და რაღაც ისო და რაღაცაზე ისო მაშინო ეხლა შენო ავარია უნდა მოგივიდესო რაღაცა უნდა გადაიჩეხო და ეგ გინდაო რატო თქვი აბა ესე და აი მეთქი შვილო მეთქი ესეთი რაღაცის თქმა არ შეიძლება მეთქი რა მოდი არ თქვა ცუდი და რაღაცა აი ესეთი რაღაც და ამ დროს წინ ჩამიხტა მანქანა და მადლობა უფალს როგორ მოვასწარი დავამუხრუჭე მე ამას რომ დავამუხრუჭე ვონ ბავშვი ხო გითხარი თუ არაფერი ცუდი არასოდეს არ თქვა მეთქი და მე სადღაც ვარდებოდი მარცხნივ და იქიდანაც გადავრჩით რა და აი მეთქი მადლობა უფალს რა და ყოველთვის ვთქვათ კარგი ვიფიქროთ აი მაგიტოა პოზიტიური აზროვნება იგივე აი შალვა ამონაშვილთანაც ესეთი ისა აქ რომ აი ყოველთვის კარგზე ვიფიქროთ, იმიტომ რომ ფიქრი მატერიალიზდება და აი ლექსომასწავლებლის კიდე ლექციებიდან რომ აი რაღაცას კარგს ვიფიქრობ, კარგი ფიქრი მოდის მერე და ვიზიდავთ სულ კარგს რა ფიქრს. და ესე არის აი ჩვენი შინაგანიდანაც ისეთ ადამიანებს ხვდებით რომ რაღაცას გვასწავლიან და ბევრი კარგი რაღაცა მოაქვს და თუ რამე გწვის ან როგორც მასწავლებლები არიან და არ ვიცი, აი მივდიოდი ისეთი აფორიაქებული, ისეთი გადაღლილი და წამოვედი დამშვიდებული, შემხვდნენ იქ ველის ციხელები, კიდე აი იმდენი ნაცნობები შემხვდნენ, არ ვიცი, აი საქართველო იყო იქ რა დღეს იქ იყო საქართველოს გული რა შემიძლია ვთქვა და ერთ-ერთი ბერი იყო პატრიარქთან ძალიან დაახლოებული ბერი და ყოველთვის ესეთ რაღაცას იძახდა რომ პატრიარქი აი მადლის სისავსეზე იყო საუბარი რომ აი ხო მადლი უნდა მოვიპოვოთ რა ჩვენი ცხონებისათვის და იცი რა მიყვირსო რომ პატრიარქი არის მადლით სავსე კი არა გადავსებულიო აი ტევა რო აღარა აქვს ამ მადლისო და აი არ ვიცი საოცარი საერთოდ უფალსო რატო არ გაყავსო და ეს დაახლოებით 10 წლის წინ მითხრა ჯერ კიდევ აი 10 წელი და ეხლა რომ დავინახე ეს მამო გახსოვთ მეთქი მამო სულ ამას იძახდით რომ პატრიარქი მადლით არის სავსე და ან მის ირგვლივ უკვე აი ყველა თხონდება და აი ყველა იხსენებდა ყველა დღეს პოსტებს დებდა რომ ვის რო დაეხმარა ვის რა სიკეთე გაუკეთა ვინც აქამდე ამას არ ამბობდა არ ამჟღავნებდა და ყველა ასეთ რაღაცას იგონებდა რომ აი ხა თუნდაც აი მანანამ სულ არ ვიცოდი რომ აი თავის შვილს ხო ესეთი რაღაცა და ერთხელ მახსოვს სამებაში ვიყავი და ჩემ შვილსაც ჰქონდა მეტყველების პრობლემა და უცებ პატრიარქისგან ანუ გამოვიდა სტიქაროსანი და ესეთ რაღაცას გვეუბნება ყმაწვილი ანუ ბიჭებიო ვისაც ყავთო ყველა ბიჭიო პატრიარქმა მოიხმო თავისთანო ეს ხდებოდა ზუსტად 15-16 წლის წინ ანუ საკურთხეველში უნდა შეიყვანოს ბიჭებიო და დალოცოსო სათითაოთო და მიყავდათ ბავშვები ასე სათითაოდ შეიყვანდნენ დალოცავდნენ და მე გამოგვიყვანდნენ მშობლებს ისევ და აი არ ვიცი ჩემი ბიჭი მადლობა უფალს დღეს ლაპარაკობს ჯანმრთელია გულის მან კი ქონდა ლეიშმა რა აღარ ქონდა და ესე განიკურნა მადლობა უფალს და არ ვიცი რა შემიძლია მეტი დავამატო მადლობა უფალს ყველაფრისათვის მადლობა თქვენ რომ მადლობა რომ ერთად ავართ და გვიყვარდეს ერთმანეთი და გავახაროთ ერთმანეთი რითაც შეგვიძლია აი ხარი ნატალიკო აბა სიმონმა ჩაყო მე მგონი სიმონ გაგვაგებინე შენი ხმა გამარჯობათ მოგესალმებით
აბა ისმის როგორ ჩემი ხმა. ისმის კი. მე ბევრი რამ შემეძლია პატრიარქზე ვთქვა. ორჯერ პირადად შევხვდი საპატრიარქოში და მთელი საათზე მეტი 2 საათამდე ვსაუბრობდით. ეს პირველი წიგნი რო დავწერე, მაშინ იყო იმის შემდეგ ქალბატონი რემა ზურაბ ჟვანიას დედა. კარგად ვიცნობდი, ძალიან უყვარდი და მან მიმიყვანა. როდესაც პირველად საპატრიარქოში შევედით ერთად, მე და ქალბატონი რემა, ისეთ მოულოდნელად არც ვიცოდი, გავჩერდით უსმა და მე რაღაც დატომღაც ველოდებოდი, რომ მეტყოდნენ, რომ ეხლა იქ არის პატრიარქი, დაიჩოქე და თავზე ხელს დაგადებს ან ასეთ რამეს. ხო და ასე რომ გავჩერდით უსმად, მოულოდნელად ვიღაც ჩამეხუტა ორივე ხელით და ის წვერი ვიგრძენი სახეზე. თვალით რა თქმა უნდა ვერ დავინახე. და ასე 1-2 წუთი მაინც ასე ჩახუტებული მყავდა და მე რომ დამელაპარაკა და ხმა რო ამიღო, მე მივხვდი რომ პატრიარქი იყო და პატრიარქს ყავდი ჩახუტებული გულში. ხო და რა ვიცი, აი ყველაფერი მომეხსნა აბსოლუტურად. ისეთი ენერგია შემოვიდა ჩემში, ისეთი რაღაც აი უბრალო, უშუალო, თითქოს აი ვიღაც ვერ მეგობარს შევხვდი. ასეთი დიდი რწმენი და დიდი მით მე ვისაუბრე, ძალიან ბევრი რაღაც ვითხრა, ძალიან 2 საათის განმავლობაში ვსაუბრობდით იქ, პირადად ვესაუბრე. და ბოლოს უკვე პარაკლისიც გადაიხადა იქ ეზოში გავედით და იქიდან დამშვიდობებისას ორივე ხელი დამადო თვალზე და მითხრა რომ შენო მხედველობა აუცილებლად დაგიბრუნდებაო. და ამის შემდეგ კიდევაც შევხვდი და რა ვიცი, მაქვს ბევრი ისტორიები პატრიარქთან დაკავშირებით. რა ვიცი, ემოცი. დიახ. დაგიბრუნდება ეგრე რომ კურთხევ. შენ ყველა ჩვენთაგანზე უკეთესად ხედავს, სიმონ. შენ კიდე სხვა სულიერი თვალი გაქვს. დიდება უფარს და მადლობა უფარს, რა ვიცი. აბა ლექსო მასწავლებელო, დაგვემშვიდობეთ ახლა და ო, მადლობა მეც ძალიან ასე ვთქვათ, არ მეგონა ამდენი ხანი თუ მეგონა უცბად 1-2 სიტყვით, მაგრამ ისეთი რო იტყვიან ძალაყრილი შეხვედრა გამოგვივიდა, დაძარღული და ფესვმაგარი, ასე იტყვი ქართული სიტყვა ძალაყრილი მომწონს და მართლა ძალა შემოვიდაო, მე კი ისეთი თბილი მოგონებებით და ისეთი სიყვარულით სავსე ეს პატარა ერთობა გამოგვივიდა და კიდევ ერთხელ მეთმა მარადისობის განცდა არ მოგვიშალოს და იმის განცდა რომ ჩვენი მიზანი არ არის წუთის ოფერში დიდხანს და კარგად მოწყობა, ჩვენი მიზანი არის რომ მარადიულ სამოთხეში დავიმკვიდროთ ადგილი, სადაც მართალნი განისვენებენ. აი ამისთვის მზადებაა ჩვენი ცხოვრება და იდება და მადლობა ღმერთს. მოკლედ კიდევ ერთხელ ჩვენი ახლა საერთო სამშობლოს მცოდნეობის სიყვარული გაუგზავნოთ ჩვენს პატრიარქს ზეცაში და გულში იგრძნობს ის ამ სიტყვას და სიყვარულს. აბა დროებით გემშვიდობებით და მიყვარხართ პატრიარქის სიყვარულით. აიხარე მეც მიდობიან ღამეს გისურვებ. მშვიდობიან გელახსები.